პირველში დიდი მადლობა მომჩა რომ გამონახეთ დრო და ჩვენს მაყურებელს ძალიან აინტერესებს ზოგადად რას წარმოადგენს ქართული სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. რა არის, ვიცით რომ მას გააჩნია თავისი ისტორია, ხომ შეგიძლიათ უფრო დეტალურად აგვიხსნათ და მოგვითხრათ, რადგან ბევრი წლის განმავლობაში საკმაოდ ჩაგეტილ რგოლს წარმოადგენდა. საუბარი დავიწყოთ ცოტა უფრო ფართეხედვიდან საერთოდ რა გამოწვევები არსებობს დღესდღეობით ამ ინდუსტრიაში, ამ მიმართულებით და საით ვითარდება საერთოდ ეს დარგი. პირველ ყოვლისა მინდა აღვნიშნო ეგეთი საკითხი, რომ თვითონ ძირითადი დაწოლა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გადატანილი არის თვითონ შეიარაღების ეფექტურობაზე, ანუ რაც შეიძლება მცირე დანახარჯით მეტი ზარალის მიყენება, მეტი ზიანის მიყენება პოტენციური მტრისთვის და ამავდროულად რაც შეიძლება მცირე დანახარჯით, რაც შეიძლება ნაკლები ზარალის მიღება თვითონ, ანუ თავდაცვის საშუალებებით. როდესაც საუბრობთ ესეთი სახის ამოცანებზე, პირველი ეტაპი ამ საკითხის გადაჭრის ყოველთვის არის ფიზიკური hardware, ესე როგორც ვიტყვით, ანუ ეს არის მეტალი და ეს არის ის პლატფორმები, რომელსაც შეუძლია თვითონ ფიზიკური დაზიანების განხორციელება თუ დაცვის განხორციელება, ხოლო შემდეგი განვითარება უკვე ამის ეფექტურობის ხდება, ასე ვთქვათ, smart სისტემების საფუძველზე, ჭკვიანი სისტემების საფუძველზე. რაც შეეხება თვითონ აი ამ საერთო გლობალური გადმოსახედიდან უკვე როგორ აპოზიციონირებს თავს დელტა. დელტას მიზანი თავისთავად არის, რომ რაც შეიძლება მეტი კონკურენტული უპირატესობა დადოს საქართველოში. ხო ჩვენ თუ შევხედავთ ჩვენ ქვეყანას არასოდეს არ იყო დეფიციტი საქართველოში ტექნიკური აზროვნების მათემატიკის სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახდინოთ ამ სპეციფიკის გამოყენება და ვახდენთ კიდევაც ამ სპეციფიკის გამოყენებას და შესაბამისად მე ვთვლი რომ ჭკვიანი სისტემების მიმართულებით განვითარება, ზუსტი შეიარაღების მიმართულებით განვითარება, ეს არის პოტენციალი, რომელიც საქართველოში არსებობს, თუმცა საჭიროებს შესაბამის განვითარებას. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, უშუალოდ დელტასთან დაკავშირებით ამ ორგანიზაციას თავისი საკმაოდ სოლიდური ისტორია აქვს, 90-იან წლებიდან მოყოლებული. დღემდე ფაქტობრივად აწარმოებს ძალიან საინტერესო მოდიფიკაციებს სხვადასხვა ტიპის. ხომ შეგიძლიათ გითხრათ უშუალოდ შეიარაღების და თავდაცვის კუთხით თუნდაც ზოგადად მე მესმის რომ შეიძლება ინფორმაცია კლასიფიცირებულია, ამიტომაც არ გთხოვთ დეტალების დაზუსტებას, მაგრამ საკმაოდ ზოგადად რომ მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს ინფორმაციას შეიარაღების და თავდაცვის კუთხით რას საქმიანობს დელტა. თქვათ ესე რომ ვაკეთებთ როგორც ნაღმტყორცნებს, ესე ვაკეთებთ ყუმბარმტყორცნებს, სხვადასხვა სახის შეიარაღებას უფრო ღრმად არ ჩავალ, იმიტომ რომ გარკვეული ტიპის პროდუქტები ჯერჯერობითაც გასაიდუმლოებულია, თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის რა. ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც დელტაში იწარმოება, გარკვეული სახით, გარკვეული მაჩვენებლით არის კონკურენტულზე უკეთესი. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად იგივე დიდგორიც მოვიყვანოთ, იგივე ლაზიკაც მოვიყვანოთ და აქვე აღვნიშნოთ რომ და მაყურებელიც ხედავს ალბათ იმას, რომ ქართული სამეცნიერო პოტენციალი საკმაოდ მძლავრია და მას შესწევს უნარი და რაც დაამტკიცა კიდევაც დიდგორის თუ სხვადასხვა მოდიფიკაციაზე. თუმცა აქ კითხვა მაინც ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ იგივე დიდგორთან და ლაზიკასთან მიმართებაში გაიარეს თუ არა მანქანებმა სახელმწიფო გამოცდები, ანუ საკმაოდ ბევრი იყო სპეკულაცია ამ თემაზე. კარგით, მოდით ძალიან ისე სტრუქტურირებულად მივუდგეთ ამ საკითხს რა. პროდუქტის მიმართ ჯერ ყოველთვის ყალიბდება ტექნიკური მოთხოვნილებები. ტექნიკურ მოთხოვნილებებს შესაბამის ფორმირებას ახდენს შემკვეთი. როდესაც შემკვეთის მხრიდან შესაბამისი ტექნიკური დავალება არსებობს, ნებისმიერი პროდუქტი შემდეგ უკვე ერგება ამ კონკრეტულ ტექნიკურ დავალებას. აი ვთქვათ რომ ავიღოთ იგივე კავშირგაბმულობის მანქანა, რომელიც არის გაკეთებული დიდგორის უნიფიცირებულ პლატფორმაზე. ამ კონკრეტული მანქანისთვის იყო შემუშავებული სპეციფიური ტექნიკური დავალება, რომელიც შეთანხმებული იყო შემკვეთთან და ამ სპეციფიური დავალების შესაბამისად იქნა მისი სხვადასხვა კომპონენტების მოდიფიცირება და მისადაგება. იქნებოდა ეს ტვირთამწვეობა, თუ გამავლობა, თუ სიჩქარე, თუ ჯავშანი, ყველა ეს ელემენტი იქნა მისადაგებული შესაბამისი შემკვეთის მოთხოვნების მიმართ. ისევე როგორც
ასე ვთქვათ, შიგთავსი, რაც არის დამონტაჟებული შიგნით, აი ესევე შეთანხმებული იქნა და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი შიდა პროდუქტიდან, ანუ მზა გასაყიდ პროდუქტზე, გასატან პროდუქტზე გადასვლა, როდესაც ჩვენ უკვე ჩვენი შიდა ყველა გამოცდები იქნება ეს თუ შესაბამისი რეგლამენტური და რესურსული გამოცდები ამ პროდუქტს სპეციფიური მოთხოვნილებების შესაბამისად გავატარეთ და უკვე მზად ვართ რომ მივაწოდოთ მომხმარებელს. აი ესეთი პასუხი იქნება ჩემი ამ შემთხვევაში. კეთილი, თქვენ აღნიშნეთ ცოტა ხნის წინ რომ იგივე ყუმბარდყორცნები თუ ნავთყორცნები ბევრად უკეთესია მათ ანალოგებზე. როგორია დამოკიდებულება დავუშვით იგივე უცხოეთის ბაზრებზე, ან აქვს თუ არა ჩვენ ქართულ სამხედრო სამრეწველო კომპლექსს რაღაცა კავშირები? მოგახსენებთ, ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად მუშაობთ ამ მიმართულებით, გავდივართ სხვადასხვა საერთაშორისო ტენდერებზე, რომლებიც ღია არის. გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდერებს მოვიგებთ. განსაკუთრებით აი ამ პირადი ჯავშნის პირადი დაცვის ელემენტებს პროდუქტებით ნამდვილად გეგმავთ საერთაშორისო გაყიდვებზე გასვლას. შეიარაღების თვალსაზრისითაც ასევე მონაწილეობთ საერთაშორისო ტენდერებში, თუმცა მიმდინარე პროცესი არის ეს, ვთქვათ, 2-3 თვის განმავლობაში ველოდებით სხვადასხვა ტენდერის დასრულებას და იქიდან გამომდინარე უკვე გვექნება საბოლოო პოზიცია თუ რამდენად შევძელით ჩვენ და გავიტანეთ უკვე. თუმცა მზაობა ჩვენს მხრივ როგორც საწარმოო მზაობა, ასევე მიწოდების თვალსაზრისით მზაობა არსებობს. ბანუჩო, როგორი ერთ ცენტრის პრიორიტეტები უკვე ხომ არ ეგოთ გათვლილი და სამომავლო გეგმა როგორი არის ცენტრის, ანუ რაზე უნდა იყოს ორიენტირებული, იგივე მაღალ ტექნოლოგიებზე და მაღალ ტექნოლოგიების გამოყენებით, იგივე სხვადასხვა დამცავი საშუალებების გაკეთებას თუ შემტევი შეეროს თუ რამე კონკრეტული სეგმენტი გინდათ რომ დაიკავოთ. კარგით, ამ კითხვაზე შევეცდები მაქსიმალურად ისე გავცე პასუხი, რომ არ დავარღვიო, თქვათ ის საიდუმლოების კანონი, რომელიც ფაქტიურად მზღუდავს მე ამ მიმართულებით. ძალიან გახსნილად შემიძლიათ გითხრათ ესეთი რამე, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ დელტაში შევქმნით ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენის აზრით არის სამომავლო მიმართულებები, ეს არის ელექტრონიკის მიმართულებით და დაბალი დონის და მაღალი დონის პროგრამირების მიმართულებით, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ აი ზუსტად რაზეც ვისაუბრეთ, ჭკვიანი იარაღის და შესაბამისი გამოთვლითი capability-ის შექმნას ჩვენთან. რაც არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება საერთოდ დელტას განვითარების. ხოლო სხვა მიმართულებებს რაც შეეხება, იქნება ეს იგივე მეტალის დამუშავების მიმართულება, იქნება თუ სარესურსო გამოცდების შესაბამისი მიმართულება, ყველა ეს მიმართულება აუცილებლად განვითარდება, არც ერთი მიმართულება არ შეჩერდება. იმიტომ რომ ნებისმიერი ის ინვესტიცია, რომელიც ჩადებული არის და რომელმაც უკვე რაღაცა შედეგი დაგვიდო, არც ერთ შემთხვევაში დაკარგვას და დავიწყებას არ მიეცემა. არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. სხვადასხვა დარგების მიმართულებით განვითარება საბოლოო ჯამში გვაძლევს საშუალებას, რომ კომბინირებული პროდუქტები შევქმნათ და ზუსტად ასეთ კომბინირებულ პროდუქტებს აქვს განსაკუთრებით მაღალი ღირებულება და მაღალი ფასი საერთაშორისო ბაზარზე, რომელსაც პრინციპში ჩვენთვისაც ასევე ძალიან თითი მნიშვნელობა აქვს. ძალიან კარგი, ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთი პატარა კითხვა, ასეთი, საქართველოს გააჩნია პოტენციალი იმისა, რომ 21 საუკუნეში სამხედრო ტექნიკური მეცნიერული თვალსაზრისით საკუთარი სიტყვა თქვას. დელტა ეს არის უკვე არსებული პოტენციალი, სამეცნიერო ტექნიკური პოტენციალი, რომელიც საქართველოს დღეს ყავს. ჩვენი გამოწვევა დღესდღეობით არის, რომ ეს პოტენციალი იყოს გამოყენებული შესაბამისად. იმიტომ რომ ეს პოტენციალი არა მარტო სამხედრო მიმართულებით არის გამოყენებადი. ეს არის ფაქტიურად ტექნოლოგიური რეზერვი, რომელიც ჩვენ შეგიძლია ნებისმიერი იმ ბიზნესის თუ ინდუსტრიის მიმართულებით გამოიყენო, რომელიც საქართველოში ვითარდება დღეს. ეს საკმაოდ ისეთი ტანდემური ეფექტი არის. ანუ ჩავთვალოთ, რომ ის რამოდენიმე ათეული, არ ვიტყვი ზუსტ ციფრს, იმ ინჟინერ ტექნიკოსების, რომელიც დღესდღეობით დელტაში მუშაობენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტების შექმნაზე, ასევე წარმატებით არიან გამოყენებადი იმ მიმართულებით, რომ ქართულ ბიზნესს გაუკეთონ შესაბამისი პროდუქტის შექმნა, პროტოტიპირება, შესაბამისი სარესურსო გამოცდები, ფაქტიურად მისცენ მათ სერვისი, ანუ დელტა ჩვენ დღესდღეობით გვაქვს ხედვა, რომ ჩვენ საკმაოდ უნდა გავხსნათ ჩვენი შეთავაზება ქართული ფართო ბიზნესის მიმართ და შევთავაზოთ მას ის ტექნიკური ექსპერტიზა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ ასე, ჩაკეტილი იყო, მაგრამ თავისთავად ეს ყველაფერი უნდა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის შესაბამისად. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.